ყველა ქრისტიანს წამს, რომ მამაძე და სულიწმინდა არის ღმერთი, მაგრამ ძალიან ბევრს ვერ წარმოუდგენია, როგორ არის სულიწმინდა ღმერთი. ახთო წერილი გვეუბნება, რომ სულიწმინდა არის ღმერთი. როცა ანანია და საფირა ეცრუებიან სულიწმინდას, პეტრე მოციქული პასუხობს: თქვენ ეცრუეთ ღმერთს და არა ადამიანებს. შემდეგ პავლე მოციქულის სიტყვები ეფესელთა მიმართ პირდაპირ ამბობს, რომ ნუ დაანაღვლიანებ ღვთის სულიწმინდას, რომელსაც აქვს გრძნობები. სხვა ადგილზე წერია: დაშურებით წადია თქვენში დავანებულ სულს. როცა იოანეს სახარებაში უფალი იესო საუბრობს, რომ როცა სულიწმინდა მოვა, ის თქვენ გასწავლით, ის იქნება თქვენი მასწავლებელი, ის შეგიძღვებათ ჭეშმარიტებაში, აშკარად გვაჩვენებს, რომ სულიწმინდა ეს არის პიროვნება, რომელსაც აქვს გრძნობები, რომელიც გვასწავლის, რომელიც მიგვიძღვის ჭეშმარიტებაში და რომელიც არის ღმერთი. უფალმა დაგლოცოთ.